თბილისს ეწვია მომღერალი, რომელსაც პოლონეთში, ლიტვასა და ესტონეთში საღამოების ჩატარება აუკრძალეს. ლატვიის მთავრობამ კი დიმიტრი პივცოვი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა და ციხითაც დაემუქრა. ამ ადამიანს არც თბილისში იწვევდნენ წლების მანძილზე, თუმცა დღეს ასე აღარა. 30 წლიანი პაუზის შემდეგ სტუმრობა გუშინ შედგა პუტინის საყვარელ მომღერალს თბილისში სყოლია ფანები. ჩვენი კორესპონდენტის დავით აბრამიშვილის კითხვები პივცოვს მაინც და მაინც არ ესიამოვნა. ნახოთ სიუჟეტი. გრიბოედოვის თეატრში რუსეთის სახალხო არტისტის დიმიტრი პივცოვის შემოქმედებითი საღამო გაიმართა. პივცოვს ქართველი მაყურებელი 90-იანი წლების კრიმინალური სერიალებიდან იცნობს, განსაკუთრებით ბანდიტური პეტერბურგიდან და სერგეი ბალაბანოვის ფილმებიდან. პივცოვი რუსეთში არაა მხოლოდ უბრალოდ მსახიობი, ის რუსეთის პირველი პირის საყვარელი მსახიობია. ამას არც პუტინი მალავს და მისი პოზიციის გასაჯაროებას არც პივცოვი თაგილობს. Певцов Дмитрий Анатольевич, народный артист России, артист Московского государственного театра «Ленком». დარბაზი კონცერტის დაწყებამდე ბოლომდე შეივსო. მაყურებელი აქ მეზობელი ქვეყნებიდანაც ჩამოვიდა. მე ბაქოდან ვარ. ძალიან გამიხარდა, როცა გავიგე, რომ პევცოვი თბილისში ჩამოდიოდა. რუსულ კონცერტებზე აქ იშვიათად თუ მოხვდები. ასწია სამწუხაროდ ჩვენთანაც. ძალიან გახარებული ვარ, რომ ამის საშუალება თბილისში მომეცა. დაბრუნება თბილისში 30 წლის შემდეგ, ასე ერქვა კონცერტს, რომელიც რუსულმა კლუბმა წარმოგვიდგინა. გრიბოედოვის თეატრმა კი პივცოვის ჩამოსვლას საჩუქარი უწოდა, რომელიც მსახიობმა თბილისს გაუკეთა. და მაინც რატომ დააგვიანა პივცოვის საჩუქარმა 30 წელი? რატომ დღემდე არ ჩამოდიოდით? იმიტომ რომ თქვენი ქვეყნიდან არავინ პატიჟებდა. უნიჭიერესი მაესტრო, ასეთი იყო ეპითეტები, რომელიც ის წინაშე არ დაიშურეს ქართველმა ესტრადის მუსიკოსებმა. საღამოს დასამახსოვრებელი დუეტები შესრულდა მაია ბარათაშვილთან, თემო საჯაიასთან, ნინო ძოწენიძესთან, ლელა თელიასთან და ნინო კაკაჩეიშვილთან. ისეთი მაღალი დონის არტისტთან ერთად სცენაზე დგომა როგორც დიმიტრი პივცოვი იყო ძალიან საინტერესო, საპასუხისმგებლო, ძალიან კარგი პიროვნებაა, გარდა იმისა, რომ დიდი არტისტია. მე როცა მივიღე შემოთავაზება, რომ მომღერა დუეტში დიმიტრი პივცოვთან, მართლა რაღაცა, მეთქი ვიცი მსახიობად ვიცნობ, მუსიკებში დანახი მყავს, ძალიან უნივერსალურად იჭერი ადამიანია. პოლონეთში, ლიტვასა და ესტონეთში პივცოვს შემოქმედებითი საღამოების ჩატარება აუკრძალეს. ლატვიის მთავრობამ კი ის პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა და ციხითაც დაემუქრა. რა გახდა თქვენი პერსონა ნონ გრატად გამოცხადების მიზეზი ბალტიისპირეთში? არ ვიცი რატომ მეკითხებით, დაურეკეთ ლატვიის მთავრობას და იმათ კითხეთ. მსახიობი გუშინ გაფრინდა, თუმცა დიდი იმედით, რომ 30 წლის წინანდელი ურთიერთობები კვლავ აღდგება და თბილისში ხშირად ჩამოვა. რუსეთსა და საქართველოს დიდი ისტორიული ურთიერთობები აკავშირებს და ეს ძმური ურთიერთობები იყო. ეს მოკლე კონფლიქტის პერიოდი აუცილებლად გაივლის. ჩვენ ორივე ქრისტიანები ვართ, ისევე როგორც ქართველები, ასევე რუსები. და სწორედ მართლმადიდებლობაა ის შერიგების გზა, რაც ჩვენ ორ ქვეყანას საბოლოოდ შეარიგებს.